მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ყველას მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობას, ხალხს და ბარაკას გისურვებთ ყველას თქვენს ოჯახებში. დღეს ვამზადებთ სამარხო თაფლის ნამცხვარს, ვისაც გაინტერესებთ, შემომიერთდით, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და თან არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. დავიწყოთ კრემის მომზადებით. ქვაში მოვათავსოთ 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა სიმინდის სახამებელი. ჭიქა არის 250 გრამიანი. დავასხათ 1 ლიტრი წყალი და ავთქიფოთ კარგად, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას წყალში. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და გავამწყვეტი ვურიოთ, სანამ შესქილდება, რომ ძირში არ მიიწვას. კარგად რომ შესქილდება და ბუშტუკებს გაიკეთებს, გადმოვდგათ და გადავიღოთ ცალკე ჭურჭელში. დავფაროთ ცელოფანი კონტაქტურად და დავალოდოთ, სანამ კარგად გაგროვდება. მოვამზადოთ ნამცხვრის ცომი, 200 გრამი შაქარი და 3 სუფრის kovs თაფლი, გავადნოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ შაქარი სრულად არ გაიხსნება. დუღილს რომ დააპირებს, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ 1 ჩაის kovs სოდა და კარგად ამოურიოთ. მასა გათეთდება და გასქელდება. დავამატოთ 120 მლ ზეთი და 150 მლ წყალი. გადავიტანოთ ისევ დაბალ ცეცხლზე. ისევ მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვდგათ ცეცხლზე და ჩავამატოთ ფქვილის მთელი რაოდენობიდან 1 ჭიქა. ამოვურიოთ კარგად და მასა გადავიტანოთ ცალკე ჭურჭელში. დავაცადოთ, რომ გაცივდეს. ცივ მასა უფრო ნაკლებ გულს შეიძელს და ამიტომ ფენები უფრო ჰაეროვანი გამოვა. მასა რომ გაგროვდება, დავამატოთ ვანილი და დარჩენილი ფქვილი. ფქვილი სულ 500 გრამი სჭირდება.
გავყოთ 3-4 თანაბარ და 1 პატარა ნაწილად. 4 თანაბარი ნაწილი დაგჭირდება ფენებისთვის, ხოლო 1 პატარა ნაწილი ზემოდან მოსაყრელად. სამი გავბრტყელოთ კალკებს შორის, რომ შემდეგ ამ კალკითვე გადავიტანოთ საცხო ფორმაზე. გაბრტყელებული ცომის ზომა დაახლოებით 20-30-ზე. ცხება 200 გრადუსზე ზედა ქვედაწვის რეჟიმით 7 წუთი, ძალიან მალე ცხება. სანამ ფენები გაცივდება, გავაგრძელოთ კრემის მომზადება. 250 გრამი ონა კრემი გავთქვიფოთ კარგად მიქსერით და თითო კოვზობით შევადგებოთ უკვე გაციებული კრემის ფაფა. ბოლოს დავუმატოთ ვანილი. კრემი გამოდის საოცრად ჰაეროვანი და გემრიელი, ვისაც უფრო ტკბილი კრემი გიყვართ, თავიდანვე კრემის მომზადებისას შაქარი დაუმატეთ ჭიქანახევარი. ფენები უკვე მზად არის, მაქვს ასევე დაბლენდერებული 1 პატარა ფირფიტა და ასევე დაბლენდერებული 150 გრამი ნიკოზი, რომელსაც ფენებს შორის მოვაყრე. უგემრიელესი თაფლის დამცხარია ძვირფასო მეგობრებო, მოამზადეთ და მიირთვით გემრიელად. თუ მოგწონთ არხი გამოიწერეთ აუცილებლად და ლაიქეთ ვიდეო. მე კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველას დამდეგშობა ახალ წელს. ჩვენ კი ერთმანეთს სულ მალე უკვე 2025 წელში შევხვდებით. დროებით.